მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს უნდა ვნახოთ ავატარი აირის უკანასკნელი ბრძანებელი მეორე სეზონის მე-15 სერია, რომლის სათაურიც უკვე ვიცი, დანარჩენი სერიებისგან განსხვავებით, ბასინგსის ამბები თუ ისტორიები ჩემმა ძმაკაცმა ასე მითხრა ასევე, რომ საკმაოდ კარგი სერია არის და აუცილებლად უნდა მომეწონოს. რა არის ამისთან აზრზე, არ ვარ ცხადია ბასინგსის შევეხებით და Tales of Basings ინგლისურად მითხრა სათავე. ვიდრე თვითონ ინგლისურად აქვს განახი. წინა სერია ნორმალური იყო, მაგრამ ცოტა ცუდი შეხედულება დამტოვა ბასინგსზე, ალბათ იმიტომ რომ სჭირდება მასახსნა, ამეგონი არა. მიხვდებით კარგად რატომაც. იმედია ეს სერია გაგვახარებს და დუგიაქცევთ ყურადღებას ასეთ ფორმაში, რომ თმები მაქვს ვერი და გადაწეული უკანდი, რომ გავიხარე კაპშონი. ამიდა ეგრე რომ დაგინახოთ ასე. ხო. არ თვითონ საერთოდ არ მიჩანს ესე რომ აქ გადაწეული. კაი, დავიწყეთ. ავატარი აირის უკანასკნელი ბრძანებელი მეორე სეზონის მე-15 სერია 3-2-1 დავიწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარანეტ.com-მა. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. დიდი ხნის ოთხიერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა ბოლომდე არ ვიცი ზეპირად იმიტომ, მაგრამ ბალი დავიმახსოვრებ. მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის აირის ბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ მანქს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ყველას გჯერა. ლეგენდა აანგის შესახებ. ლეგენდა აანგის შესახებ. ავატარი სერია. ვერ ვიჯერებ, რომ ბასინგსში უვნებლები ჩამოვედით. ცუდი არ იქნება თუ ახალ ადგილს ლამაზად მოვაწყობთ, იქნებ ვინმე მეგობარი ქალბატონი მოიყვანოს. აირო. აი ისიც თქვენი ახალი სახლი. მეფეს ომის შესახებ უნდა ველაპარაკოთ. მიწის მეფესთან შეხვედრის შესახებ თქვენი თხოვნა მუშავდება. პასუხს ერთ თვეში გაიგებთ. თუ აქ ერთი თვე უნდა გავატაროთ, აჯობებს აპა მოვუძებნოთ. კი. მეორე წიგნი, მიწა, მე-15 თავი, ბასინგსის ამბები. კატარას ამბავი. ტოფისა და კატარას ამბავი. მოიცა, არ მითხრათ რომ ეს ის არის რაც ვერ გონია. ვაუ, ანგი პარსავს. ვაუ, სოკა. უვაში პარსავს. მაქსიმალურად უცნაური ეს არის, რა ქვია. სოკას ასე განახვა. და ტოფი. ტოპ, მომზადებას არაპირებ? ვაუ, ტოფი გაშლით ველი. კენჭი გადმოისროლა თუ რა? არ დაიბარ? იქ ჭუჭყი გაქვს. უბრალოდ ყველგან. კი. ჭუჭყს ეძახი. ჩემთვის კი მიწის ჯანსაღი საფარია. გასაგებია. იცი რა გჭირდება? გოგონების დღე. გოგონების დღე? ეს აუცილებელია. გავერთობით. დათანხმდება? ქალების მდიდრული სპა. საჩემო ადგილი ჩანს. სპა. მზად ხარ თავის მოვლისთვის? რა თქმა უნდა, კატარა. როგორც იტყვი. თავარია ტერფებზე არ შემეხო. სპაში მიდიხარ და შეგეხებია. კი. ღმერთოჩი. კარგი. კარგი დროს ატარებენ ერთად. აუ, ეს ბრძანებლობის კომბინირება. არც ისე ცუდი იყო. კარგი. ასეთი რაღაცები არ ეს მაკიაჟი უკვე ზედმეტია. გოგო ვარ. მიხარია. ერთად აი, გართობ. მე კატარა. არა, ძალიან ცუდი არ არის, მაგრამ რა ვიცი, ცუდად ჩანს. მაგარი მაკიაჟია. გმადლობ. ჯამბაზისთვის. ვაუ.
არ ო, მოусმენთ. არა, ტოფია მას არ გაუტარებს. გონი საყვარელია. როგორც ის პუდელ მაიმუნი, როცა სვიტერი ჩავაწყე. მოკეთე რა. კოჩახსთან. წავედით ტოპ. არა, მართლა მაგარი იყო. როგორც მათი პუდელ მაიმუნი. იცი კიდევ რა არის სასაცილო? საგო? ეს მართლა სასაცილო იყო. Вообще-то ის გოგოები ვერ ხვდებიან რას ამბობენ. წოფი და კატარა მაგრები არიან რა ერთად. მოსინათლობაში კარგი ის არის, რომ გარეგნობაზე არ დარდობ. არ მაინტერესებს როგორ გამოვიყურები. ვინმესგან მოწონება არ მჭირდება. ვიცი ვინც ვარ. შენში სწორედ ეს მომწონს ტოპ. ძლიერი, თამამი და თავდაჯერებული ხარ. სიმართლეა. ვიცი ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ძალიან ლამაზი ხარ. ეგეც სიმართლეა. ცვა? კი. ლამაზი ხარ. ამავეს კი პასუხებდი, მაგრამ არ ვიცი როგორ გამოიყურებ. ხო. გმადლობ, კატარა. ნა. მართალი ვიყავი. ყველა პერსონაჟზე იქნება ასე. აუ რა მაგარია. საინტერესო რიგია. თან მიმდევრობა უფრო სწორად. ჯერ ტოფი და კატარა, ახლა აირო. ლავანდებიანს შემოგთავაზებთ. არა, რომანტიკული პიკნიკი არ არის, მაგრამ განსაკუთრებული შემთხვევაა. განსაკუთრებული შემთხვევა. აუ საუნდტრეკი მომწონს. თვალის ყვავილს ნაწილობრივი ჩრდილი უყვარს. დამშვიდდი, მოდერე. დამშვიდდი. აუში. ვაზის ფოთლები მიწაზე ნელა ეცემა. როგორც ქაფში მოტივტივე, პატარა მყიფენი ჟარები. პატარა ჯარისკაცი ბიჭი. რა თქმა უნდა ჯარისკაცი აქვს აიროს სიმღერა. მამაცი ჯარისკაცი ბიჭი. სახლში ბრუნდება. კარგად მღერის, ანუ ორიგინალში კარგად ესმის. ბავშვი გაახალისა, გამხიარულა. კიდე ბავშვები. ოუ. საინტერესოა მიწის ბრძანებლობის ფეხბურთი. თანავე აღიარო და ღირსება შეინარჩუნო. ღირსება შეინარჩუნო კი? როცა თქვენთან დავასრულებ ბავშვებო, არა მარტო პანჯარა იქნება გატეხილი, ამჯერად არა. გაიგეცით. როგორც ასეციოდ გარბის ხოლმე აირო. ფული მომეცი. რა გინდათ? რასაკეთებ? გაყაჩახე. ასე დგომი? რას ამბობ? ფული მომეცი ბებერო. არასწორად თუ იდგები, წონას არასწორად თუ იდგები ვეღარ დამაყაჩაგებ. ქცევენ. თუ მყარად იდგები, უფრო რასასწავლი? ხდები. გაცილებით უკეთესია. სიმართლე გითხრა დამნაშავეს არ გავხარ. ვიცი, უბრალოდ დაბნეული ვარ. მართლა გონია რომ კარგი სერიოზულად ასიმართულად. რა თქმა უნდა, შესანიშნავია. ჩემი არასოდეს ჯეროდათ. კარგია თუ საკუთარი თავის გჯერა. მაგრამ სხვების გახედის შეშველება ზოგჯერ ძალიან გვეხმარება. ნამდვილად. ვაუ. აუ, კადრი გაია. მუსიკაც გაია. ახლა მოიცა. ლუტენისთვის ხო არ უნდა თავისი შვილი? დაბადების დღეს გილოცავ აუ, კაი რა. ნეტავ დაგხმარებოდი.
ვაძის ბოთლები მიწაზე ნელა ეცემა როგორც კაფში მოტივტივე პატარა მყიფე ნიჟარები პატარა ჯარისკაცი ბიჭი სახლში ბრუნდება მამაცი ჯარისკაცი ბიჭი სახლში ბრუნდება ეძღვნება მოსასწრებას. რას მიკეთებთ ხალხო? ეძღვნება მაკოს ხსოვნას. ბოდიშით ხალხო, რა ჯანდება დამემართა, არ ვიცი, კომპიუტერის OBS-ის გათიშვა მიდონა და შემთხვევით ტელეფონის კამერა გავთიშე. ძალიან მოქმედა ეთყობა ამ სიმღერა. ამ სცენამ ზოგადად და OBS-ი კიდე არ გამეთიშებს ღმერთო ჩემი. პატარა ჯარისკაცი ბიჭი სახლში ბრუნდება. იცით, აირო ყოველთვის იყო ასეთი პერსონაჟი რა. ხიარული, ესეთი თითქოს და არ ქონია ესეთი მომენტი, სერიოზული მომენტები ჰქონია, თან ძალიან ბევრი. მაგრამ ზოგადად ისეთი ჩვეულებრივი ხიარული, ოპტიმისტური პერსონაჟი იყო რა, ისეთი როგორც თუნდაც რომ მოიწყენდიან რაღაც სევდიანი სცენა რო იქნებოდა, აირო თუ გამოჩნდებოდა ყოველთვის აგახალისებდა რა. ეს რაც გააკეთეს ძალიან კარგი იყო. გადაობის გარეშე. გასაგებია ახლა რატომ მეუბნებოდნენ რომ ეს მაგარი სერია იქნებოდა, მარტო ეს აიროს ამბავი იყო მშვენიერი. და მაკო. კიდევ კარგი ვიცოდი ამის შესახებ, მაკოს შესახებ, რომ აიროს ვინც არ იცით იმის საყურადღებოდითაც ვინცახი, რომ აიროს გამხმოვანებელი იყო, რომელმაც გაახმოვანა პირველი 2 სეზონიდან მესამეს გახმოვანებამდე გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა და ჩაინაცვლა სხვა. ჯერ არ მაქვს გაგონილი ახალი აიროს ხმა, უბრალოდ აიროს ახალი ხმა მესამე სეზონის, მაგრამ ეს რომ მაკო იყო, ვინც ახმოვანებდა, ეგ ზუსტად ვიცი და ეთყობა მაგ პერიოდში სანამ გამოუშვებდნენ მაგ სერიას, იმიტომ რომ აშკარად ამ სერიის გამოშვების დროს უკვე გარდაცვლილი იყო. ეს უბრალოდ საუკეთესო იყო რა. საუკეთესო რა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო სცენა იყო ავატარში. და ახლა თვითონ ის ამბავი რომ აიროს შვილი ყავს დაღუპული საკმაოდ ესეთია სევდიანი და მიგვანიშნეს კიდეც უკვე მაგაზე რომ რამდენად განიცდის აირო მაგას, როგორც ყველა მამა არა, მაგრამ მამების დიდი უმეტესობა იზარდა მე თუ მკითხავთ. ასე რომ გავაგრძელებთ მაშინ. გამოვისწორეთ სახე, შევაშვით ზოგად ემოციებს და დავიწყეთ. უბრალოდ გავაგრძელებთ. პასიქსის ამბები 3, 2, 1. ანგის ამბავი. პასეძებს. გამარჯობა მეგობარო. შერი ჯანხარ. კი, შეგჭამს. მართლა მშივრები არიან.
დაილი ფულს აღარ მაძლევს, რადგან ბავშვები აღარ მოდიან. ხარ გამახსენებთ. იმიტომ აღარ მოდიან, რომ დაილი აღარ ჩემი გამახსენებთ. და არეულია. ეს რა ცხოველია? ეს კენგურდღელია. კენგურდღელი. ეს გაშლილი ველის გამოყოფა შემეძლოს. იქ კი ბედნიერად ხტუნვას შეძლებდა. მოდით ეს გავაკეთოთ. რა თქვი? ქალაქის გალავანთან დიდი ღია სივრცეა. ამდენ ველურ ცხოველს როგორ გადაიყვან? ნუ ღელავთ, ცხოველებთან ურთიერთობა მეხერხება. კარგად, იხერხება. აუჩ. ამბავს საწყობას ინგლისში. ვაიმე კომპოსტო. ჩემი კომ სოვიეტში უყვეტები. გაცილებით მარტივი წარმომედგინა. ეს ვაუ. ეს მოქმედებს რომ ჭიშკარი უნდა გააღოთ. თორემ რა მოხდება? აი ეს მოხდება. გააღეთ ჭიშკარი. ჭიშკარი გააღეთ. მაინც გაანგრიეს, ვერ მოასწრის ბოლომდე. გაგება. და ხარ ასიზავს უბრალოდ გარეთ გავიშვებს თუ ანგ ეს ბიცის ფსადე ამდენად კარგად იცის უკვე ვახჩები ამდენად კარგად იცის უკვე კენგურდღელები. ბატონო ზოოპარკის უფროსო. ახალი სივრცე როგორ მოგწონთ? ბრწყინვალე ნამუშევარია აბატარ. ცხოველებთან მუშაობით თავის რჩენაც შეგიძლია. დედიკო მის პიპკისა სახლთან გაიპარა. ბუბულა, მან დღეს ზედმეტებით. თუმცა აჯობებს ხალხის გადარჩენა განაგრძო. ნამდვილად. სოკა. ნუჯაჩების კარგი ამბებია ყველას. აიროსი ყველაზე ძალიან მოგეწონა. ანგის ალბათ ყველაზე ნაკლებად, მაგრამ მაინც გაიგო. ამ ტოპის დეკადენსის ძალიან კარგი იყო. ეს რა არის? ხანგრძლივი ღამეების მანძილზე ზამთრის მთვარე კაშკაშა სიყვარულს ანათებს. ჰაიკუები? პოეზია. ეს უხერხულია. უკან რაღაცამ დამარტყა. უბრალოდ როგორღაც აქ მოხდი. მოეწონათ. 5, 7 და შემდეგ 5 მარცვალი. ჰაიკუ გამოდის. სულელ. რელიზი მოამზადა ჰაიკუ გამოვიდა. ჩემი სახელია სოკა. წყლის ტომში ეს ნიშნავს მე სულელი არ ვარ. გაზაფხულზე სულელი მაიმუნები ხეებზე სულელი მაიმუნები. და ამით ამაყობენ. გონიათ ამ სიტყვების გამო ჭკვიანი ჩანხარ. მაგრამ ეს ძნელი არ არის. სრულყოფილების მიღწევა სლები სჭირდება. და ეს ადვილი არ არის. ჩემთვის ადვილია. როგორც ყავს ხდება ნიჩები, თქვენც ისე მოგხდება. ზედმეტები სოკა. არსებობს თხილი და არსებობს ხილი. შემოდგომაზე არსებობს ხილი და არსებობს ხილი. ყოველთვის ითელება.
ქლიავში ჩვენ ხო გვიგულისხმო. ითელება თუ არა არ მაღელვებს. რაც უნდა თქვა სიტყვას მოგიბრუნებთ როგორც ჩემს ბუმერანგი. ბუმერანგს. დაიმსახურე გოგოების პატივისცემა. მე სოკა ვარ. ბოლოში გამოითქვი სოკა. გოგონებო, გაგაოცეთ. ოპა, რაღაცა შეეშალა. ზედმეტი მარცვალი მოგივიდა მეგობარო. ეს ტიპი საიდან გაგაჩნდა? გაიახლა, რაც გააკეთე, კარგად გააკეთე. პოეზია. არ თქვა. პოეზია მიყვარს, მაგრამ კარგით რა. ზუკოს ამბავი. ზუკო. ნუ სოკასი. ამჯერად სოკასი მომეწონა ყველაზე ნაკლებად, მაგრამ მაინც გაიყო. იზია. პრობლემა გვაქვს. ყველა კაი იყო რა, ახლა ცუდი არც ერთი არ ყოფილა. გონი ვიღაცამ გვიცნო. ახლა არ შებრუნდე, მაგრამ კუთხის მაგიდასთან გოგო საეჭვოდ იყურება. ისიც რომ ცეცხლისერიდან ვარ. არ შებრუნდე მეთქი. მართალი. მე მგონი დაევასა. ეს გოგო აქ ბევრჯერ მინახავს. კი. და თუ არ ვწდები ძალიან მოსწო. რა? ჩაისთვის ა? მადლობა. რა ქვია? ჩემი სახელია ალი. მე და ბიძა ჩემი აქ ახლახან გადმოვედით. გამარჯობა ლი. მე ჯინი ვარ. ჯინი. მადლობ და მაინტერესებდა ჩემთან ერთად გასეირნებას თუ მოინდომებდი. ვაუ, აირო. შვენიერია. ზის ჩასვლისას კართან შეკვდები. ახლა აუზკო. მოხვედი? მოდი ეს შემოგვიყვე. გავხარ. კარგად გამოიყურები. ბიზიათმა 10 წუთის მანძილზე მოარწა. ასე ჯობია, დამიჯერე. აირო, რას არ გააკეთებ ხოლმე? მითხარი, ეს ქალაქი მოგწონს? ნორმალურია. მე არ მომწონს. გასათობად რას აკეთებ? ოდი შეხვდეთ. უკაცრავად ერთ თქვენ და თქვენი შეყვარებული დესერტად რას ყვარებული. ჩემი შეყვარებული არ არის. უხერხულია. გოგოსთვის საკმაოდ შტამბეჭდავი მოდი აქვს. მადლობ. ზუკო. სანამ აქ გადმოხვიდოდით, შენ და ბიძაშენი საცხოვრობდით. ცეცხლის ლორდის სასახლეში. მოგზაურობთ. ამდენს რატომ მოგზაურობთ? ჩვენ მომთაბარე ცირკის წევრები ვიყავით. მართლა? სერიოზულად, მომთაბარე ცირკის? ჟონგლიორი იყავი. ხო, ჟონგლიორი ვიყავი. ჟონგლიორების სწავლა ყოველთვის არა. შეიძლება რამე მაჩვენა. დიდი ხანი არ მივარჯიშია. არა უშავს. წამოდი. ქალაქში ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს გაჩვენებ. აბა? ძალიან მინდა რომ მანათობელი შადრევანი გაჩვენო. წყალი ფანრების შუქს ირეკლავს და თითქოს შიგნიდან ლამაზად ანათებს. ვერ ვიჯერებ. არანთია. არაფერიც არანთია. მაგრამ ზუკო ავარა. და ხუჭე, და არ გამოიხედო. არგა მე მგონი გამოიხედება ახლა. არ გამოგიჭიროს ვინმე. კარგი. თვალები გაახილე. არა, არ გამოიხედა. საოცარია. რა მოხდა? როგორ აიძე? ცირკში დიდი გამოცდილება მივიღე. მაგიტომ. ნუ ლამაზია კი. ვაუ. რაღაცა მიდანი. უფასო ჩაის კუპონია. ლი, დიდი მადლობა. მადლობას მე ნუ მიხდი. ბიზია მოიფიქრა. ძალიან გახსოვს როგორც ჩვენ სტუმარს. როგორც ჩვენ კარგი სტუმარს. მასწავლებელია. ნუ კი, ეს. ეს მაგ შენთვის რაღაც. ახლა შენ დახუჭე თვალები. აკოცებს. სერიოზულად? ზუკო. რა მოხდა? ვერ აღიზნე. უნდა წავიდე. კი. მეწოდება. ჯინი ახლა იფიქრებს რომ მას შეასაქმე. ცუდად გააკეთა რაღაც. პაემანმა როგორ ჩაიარა პრინცესო?
აი გრე, შეიძლება. არა, კარგი იყო. საერთოდ ბოშინალი რომ არ გავითვალისე. მომსამბავი. კარგი მომსაველოდებოდი. ეს იზრდება? აპა, მინატრება. ეს აპას ვეცვია? შანსიერას. უგატყუეს რაღაც. რუბელი. ეს სნოური ხეა. თეთრი ფოთლები თუ ყვავილები იყო. დაფრინდი ახლა აქედან. ცუდრაში ვართ. განაცვლეთ გაფრინდი დროსა. იგერე. ზემოთ აძვინენ. ხალხში გაიბანა. როგორც მოერგო თავის დროს. სერიოზულად დაიჭირეს, მაგრამ ხელით არ შეუძლია გაგება. თუ გასაგებიცაა საჭირო. ასე ესმის ხმები. მარცა შეუძლია. თავისუფლებს. არა. დაირა. არა. ნაკვალევი. რელიზი მოამზადა აპას კვალი. აპასია ხო? შა? კარგი. ეს იყო ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. მეორე სეზონის მე-15 სერია ბასინგსის ამბები. ვაუ, სერია იყო ტოპი, ერთ-ერთი საუკეთესო უეჭველი. რასაც მეუბნებოდა ჩემი ძმაკაცი, აშკარად სიმართლე აღმოჩნდა, აშკარად ყველაფერი ზუსტად ვითხრა. ვაუ, დასაწყისიდან ბოლომდე იმენა. დავიწყოთ თავიდან. ოფის და კატარას ამბავი. ეგ ძალიან კარგი იყო, ნამდვილად. კიდევ ერთხელ ვაჩვენეს მათი ფაქტობრივად განახეს როგორი ურთიერთობა აქვთ რა ერთმანეთთან. რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ უბრალოდ გაიხსენეთ მერვე სერია.
თუ მეცხრე. არა, მერვე სერია, აქედან მოყოლებული სად ვართ ახლა. როგორც სწრაფად განვითარდა მაგათი ურთიერთობების თემა და როგორც სწრაფად აიწყნენ ერთმანეთს. და ეს საკმაოდ ის არის, რა ქვია, კარგია როგორ ნახეს. და კიდევ ის რომ ტოპი უსინათლობის გამო ხანდახან ეს პრობლემები აქვს ხოლმე, ანუ ვერ ხედავს ახლა კინძახის რომ ჩემთვის სულ ერთიაო, მაგრამ აშკარად თვითონაც განიცდის მაგას და ეტყობა კიდეც. და კატარა ყოველთვის კარგი ხარდამჭერი იყო, ანუ ყოველთვის გამხნევებაში, გვერდში დგომაში, ანუ კატარა იყო საუკეთესო ამ გუნდიდან და ახლაც გვერდში დაუდგა ტოპს და არ არის ცნობინა თავი, როგორ თქვა, სხვანაირად, მაგრამ მივხვდით რა, არ არის ცნობინა თავი თითქოს და აი რამე ისეთი სერიოზული ნაკლი ჰქონდეს რა. აგზნობია თავი თითქოს და თანაბრად იყვნენ ესენი, თანაბარი იყვნენ, თუ რამ ჭირს ის ტოპი და ჩვენი სასტავის დანარჩენი წევრები. და ფაქტობრივად ეგრეც არის ახლა უსინათლობის გამო ვერ ხედავს კარგი, მაგრამ გრძნობას შეუძლია, ძლიერი მბრძანებელიც არის და სწორად მოიქცა კატარა. კარგი მომენტი იყო ზოგადად ეს ტოპის და კატარას ბოლო სცენა. აიროს ამბავი იყო ძალიან კარგი, საუკეთესო ამბავი უაჭველი და აიროს ამბავზე ვისაუბრე უკვე და ამიტომ მოდით გამოტოვოთ. სევდიანიც არის და ასევე ერთს ვიტყვი რაც არ მეთქვამს, მომეწონა როგორ ეხმარებოდა ხალხს აირო და შვილზე რომ თქვა, ლუტენზე როდიში რომ ვერ დაგეხმარებო თუ ნეტად აგხმარებოდიო, უბრალოდ ირონია ნახეთ რომ ყველას ეხმარება და ბოლოს მიდის თავისი შვილის სურათს დებს და ამბობს რომ ნეტად შენ დაგეხმარებოდიო, იმას მინიშნებს ფაქტობრივად რომ თავის შვილს სამწუხაროდ ვერ დაეხმარა. და ყველაზე ტრაგიკულიც ეს არის მაგ მომენტში. ასე რომ ხო, ნათელი მაკოს სულს კიდევ ერთხელ. და ხო, აღარ მინდა ახლა პირილი გადავიდეთ ანგის ამბავზე, რომელიც კარგი იყო. შედარებით ნაკლებად კარგი ვიდრე პირველი ორი, მაგრამ მაინც კარგი იყო გვაჩვენეს როგორ არის ანგი ცხოველებთან ისე რა და გვაჩვენეს ასევე ისიც რა თქმა უნდა რომ აპას როგორ ეძებს და ისიც რომ როგორი უფრო ძლიერი, ბევრად მიწის მბრძანებელი არის ახლა. და ხო, ჯამში კარგი ამბავი იყო. სოკას ამბავი ყველაზე ნაკლებად მომეწონა, მაგრამ მაინც საინტერესო იყო. გავიგეთ ის რომ სოკა პოეზიით იყო გატაცებული. დიდი ალბათობით ახლა დანარჩენებმა არ იციან, არ ეუბნება სპეციალურად, მაგრამ აშკარად პოეზიით იყო გატაცებული. და საინტერესოა. თვითონ სოკას პერსონაჟს ისეთ შეიფერება ასეთი რაღაც, არა რომ ხელოვნებით იყოს გადაცებული, თუნდაც მხატვრობით, თუნდაც პოეზიით და ნელ-ნელა ვითარდება ეს თემაც. ზოგადად სოკა საინტერესო კარგი პერსონაჟია, ტოპ პერსონაჟია უაჭველი. ძირითადად სასაცილო მომენტები აქვს ხოლმე, მაგრამ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია. ანგის გუნდიდან ყველა მიყვარს, კარგად იცით, მიყვარს ზუკო, მიყვარს აირო, უკვე აზულაც და ბევრი კარგი პერსონაჟი არის ამ სერიალში. ზუკოს ამბავი იყო ასევე ძალიან კარგი და სევდიანიც, იმიტომ რომ აშკარად უნდა როგორ თქვა, აშკარად თვითონაც მოეწონა ის გოგო ჯინი და მიხვდა რომ არ ქონდა უფლება რა, ვერ ეკნებოდა ურთიერთობა იმასთან, იმიტომ რომ საფრთხეში შეიძლება და თვითონაც არ თვლიდა საჭიროდ ამას და იცავდა რა ფაქტობრივად, უბრალოდ სამწუხაროა რომ ასე დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ მაინც კარგი ამბავი იყო, გვაჩვენეს ზუკო კარგი მხრიდან და
რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის აი გეუბნებით რა, აირო არის ყველას დამხმარე აბსოლუტურად. ხან ზუკოს ეხმაება, ხან რანდომულ ხალხს, ხან ნუ ყველას. მაგითო გამეცინია იმ მომენტზე მერვე სერიაში, რომ აზუაზე რომ თქვა რა უნდა შეურიგდე კაცო გიჟია თავიდან, ეგრე არ თქვენს, მაგრამ მსგავსი რამე ხო თქვა. და მომოსამბავი საინტერესო იყო, ალბათ სოკას ამბავზე მეტად მომეწონა, ოდნავ, მაგრამ განაჩენებზე ნაკლებად. იცით, ანუ მომოსამბავი იყო, რომ ფაქტობრივად იმის თქმა უნდათ, რომ ანუ აპა ენატრება და თვითონაც ცდილობს, რომ იპოვონ აპა. და იმაზე რა ქვია, გვაჩვენეს რამდენად კეთილი არის ზოგადად, იმიტომ რომ კინაღამ მოკლეს იმ კარტებმა თუ ვინ იყვნენ, რაც ჰიბრიდები იქნებოდნენ მოაჭველი კიდე და მაინც გაათავისუფლა იმიდან, გალიიდან და გამოიყვანა და ის ნაკვალევი რა იყო ბოლოში. ახლა რო აღუშვეს, რომ აპა ბასინგსეში არის უკვე, ანუ წესით ისედაც ბასინგსეში მიყავდათ, მაგრამ არ ვიცი, ის ნაკვალევი ძალიან უცნობად მომეჩვენა. ვნახოთ. ანუ რომ შევაჯამოთ ახლა სერია, შვენიერი სერია იყო, ყველაზე ძალიან მომწონა. აიროს ამბავი, მერე ზუკოს მერე კატარას და ტოფის ამბავი, მერე ზუკოს ამბავი, მერე აანგის, მერე სოკასი, მერე მომოსი და ბოლოს სოკასი. ძალიან კარგი სერია იყო, იმედია თქვენს მოგეწონათ, იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარები, გამოიწერეთ ჩემი არქივი, სადაც გამოწერილი არ გაქვთ და აქტიურეთ ზარისხი ლайკი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და საუკეთესო დღეს გისურვებთ. გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად გრძენდებოდეთ.